ამჟამად მადლობა დათო დგებუაძეს თბილისიდან ანეკდოტის მოწოდებისთვის. თბილისის ერთ-ერთ რაიონში, ანუ უახლოეს დაჩაზე, სადღაც თბილისთან ახალგაზრდა მამაკაც ცხენი ყავს, ფერმერობს, ყველაფერს შეეშვა, წყნარი ცხოვრება მოუნდა, ამ ცხენით მიწას ამუშავებს, სიმინდი, ხორბალი დააქვს დასაფქვავად და ჰაიდა მოხდა სასწაული, ცხენს შეეყარა დაავადება, რომელსაც ჰქვია მუდმივი ერექცია. მაგარი დაავადება. Არუჩე რა ცხენი ვერ გააჩერეს ბოდიში და სულ ამდგარი აქვს რა ამ ცხენს რა ვერ მუშაობს ვერაფერს ვერ აკეთებენ სადაც დადის მიწაზე ახოხიალებს დათხარა ყველაფერი გაბაბანებული აქვს ამ ცხენს გადარეულია მთელი სოფელი ეს რა უბედურებაო კაცო ყველა ამას გულშემატკივრობს დადიან ეს როგორ მოუვიდა ამ საწოდავს მოდიან სხვადასხვა სოფლებიდან სანახავად ქალები რა თქმა უნდა სინანულით უყურებენ ამ ყველაფერს კაცები შურით უყურებენ ამ ყველაფერს და ერთ-ერთმა მეზობელმა უთხრა რა რასი ტანჯაო თავსო და ამ ცხენს რას ტანჯაო ეს რასი ტანჯავს თავს არ ვიცი მაგრამ ხოდა გვერდზე სოფელში რა ვეტერინარი ცხოვრობს ხო და ვეტერინართან ჩავიყვანოთ ვაგე როგორ უზავი გიმყავს ხო იცი და ანახოთ თუ კაცო იქნება რამე უშველოსო თუ არა და ეხლა კალბაში მაინც გაუშვეთო რა აი ამან ბაზარი არ არის შესვეს მანქანაზე ჩაიყვანეს ეს ცხენი ვეტერინარი თეთრ ხალათშია უკვე ეთყობა წინასწარ ზარი გაკეთდა რა ცხენი მოყავთო და ვეტერინარი თეთრ ხალათშია ამან ცოლშვილი წაიყვანდა იასლია გულშემატკივრები ვეტერინარსაც რა თქმა უნდა იქიდან ცოლი ჩამოვიდა მედდა რა ასისტენტობს ხელებზე წყალი დაუსხა მანამდე უნდა რომ აი იქო სპეციალური სტანოკი აქვს ცხენის შესაყენებელი აი მიდითო სტანოკზე დააყენეთო ოღონდ უკან ამხედო რა გავით ჩემსკენ რო იყოსო და აბა ამას ხელებზე წყალი დაუსხეს ჩვეულებრივად დაიბანა დაბერწყა ცოლმა ხელთათმანები მიაწოდა გაიკეთა გაბერა წამოიცვა დაამზადა და აბა ერთი წამითო ბატონო ეხლა ნახოთო რა ხდებაო რა მდგომარეობა გვაქვსო როგორ არისო და მივიდა უკან ამხედან კუდი აუწია და ხელი შეუყო რა შეუყო და ოპა გამოაძრო პატარა ხიჭი ამ დროს ბრახ ეს ერექცია დამთავრდა სასქესო ორგანო დაიჩუტა დავარდა და აი რა არისო ბუნებაო ბატონო აი ამ პატარა ხიჭმა გამოიწვია აი ამ ხელა პრობლემებიო და ამან გახდა როგორო ბატონო კაცო ხიჭმოა ხელა პატარა ხიჭმო ეს როგორ ქნა დიდა ხო ბატონო ესეთებიც ხდებაო და როჟან პირზე ხელი აფარა თუ ძმა ხარო ცოტა ჩუმად თქვი ჩემმა ცოლმა არ გაიგოს ეგეთი რაღაცა რო შეიძლება თუ ტრაქში პალოს გამიკეთებს